საერთაშორისო სამედრისო სპორტული ცეკვების მსოფლიო კლასის მსაჯი შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი. საღამო მშვიდობის. მოგესალმებით. ცეკვავენ ვარსკვლავების აღმასრულებელი პროდიუსერი და მთავარი მსაჯი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი, პროდიუსერი, ამერიკის ნაციონალური და საერთაშორისო სამედრისო სპორტული ცეკვების მსოფლიო კლასის მსაჯი გოჩა ჩერტკოევი. მოგესალმებით. ძალიან გაგა ბოხუა და ხათუნა ოკიტაშვილი. Samba. ირაკლი შორენა გისმენთ. საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, გაგა და ხათუნა. ეხლა ეს საკონკურსო ტურია უკვე, ვიღაცა სახში უნდა წავიდეს, ამიტომ უნდა ვიმსაჯოთ და არა მხოლოდ კარგი სიტყვები გითხრათ. ეს იყო სამბა. ჯერ ერთი რომ სამბა შეგხვდა რთული ცეკვა, მეორეც პირველი გახსნა იყო ეს ორი დიდი პასუხისმგებლობა შეგხვდა. I'm sorry for that, მაგრამ რას იზამ, როგორღაც გააბითავი, იქ წაიქეცი, აქ წაიქეცი, შემდეგში იატაკზე დაიწყე ცეკვა, აღარ ჩამოხვიდე კიბეებზე, გირჩევ, მაგრამ არ აუშავს. ეხლა სამბა. კაი მოცეკვავე ხარ, კარგად გამოიყურები, ტანსაცმელი გიხდება, მაგრამ სამბა არ იყო. სამბა არ იყო, ძალიან ცუდი იყო. ფეხის წვერებზე დარბოდი, არ შეიძლება, იატაკი უნდა იპოვო, თეძოები უნდა ვიპოვოთ, აქ სამბა როლით რომ ჩაიარე, აღარ გააკეთო, არ ვარგოდა. ცოტა უფრო ძალიან რთული, ესე იგი, კალკულაში, ჯერ მოდი მათემატიკა დავიწყოთ, შენ უკვე კალკულაში ახვედი, ხო? ცოტა უკეთესი მოძრაობები შეურჩიე, basic stationery რო გააკეთე, ფეხის წვერები კარგი გაქვს, ლამაზი ფეხის წვერები გაქვს, მაგრამ იატაკზე დადექი. მთელი მკtelpი არის საჭირო, რომ თეძოები იპოვო. საერთო ჯამში ნერვიულობდი, მაგრამ უნდა იცეკო უფრო ორგანიზმით და არა მხოლოდ ფეხის ტერფებით. ხელები ლამაზი გაქვს, ოღონდ სტანთან არ მოძრაობს, სტანთან ერთად ხელები თავისთვის დადიან. ცოტა სინქრონი გააკეთე, იმედია იქითა კვირას თუ გადახვალ უკეთესად მოემზადები. მადლობა. მადლობა, შორენა. გოჩა, თეძოები როგორ უნდა იპოვოს? გითხარი. გაგა ხათუნა. Okay, samba. Okay, ჯერგეთი გილოცავ ჩობას ყველას, all right? All right.
ეხლა არის რა ხდება აქ. უნდა შეფასდეთ პროფესიონალურად, იმიტომ რომ ორივე ტექნიკალი ხართ პროფესიონალები. მე მესმის გადაშენ რო ხარ ქართულის მოცეკვავე, პირველი ეპიზოდი გავაკეთეთ და იყო მშვენიერი ქართული ცეკვები. ოკეი, ეხლა რა შეეხება? მოთხოვნა არის უფრო მეტი და უფრო მაღალი. Of course ხართ მოცეკვავები. ხაზი, ხერხემალი ეს ყველაფერი ეს არ გესწავლება, იმიტომ რომ მშვენივრად გიჭირავს ყველაფერი ორივეს. ეხლა რა არის სამბა? სამბა არის ყველაზე ყველაზე რითმიული ცეკვა ჩვენ სამეცნიერო საქმეში. ყველაზე რითმიული. აღაზე რითმული არაფერი არ არის, ოკეი? უცებ რომ აგიხსნა, ყურე რაკლა. გრავიტაცია არის სულ სხვანაირი ვიდრე ქართულში, ოკეი? სამბაში შენ არ უნდა წახვიდე სიმაღლეში როგორც ballet dancer, როგორც მაღლა პირიქით უნდა ჩახვიდე და bounce არის ზემოდან მაღლა ტყელფექსზე დგები როცა შენი მუღლი მოხნული. ეგ ერთი. მე მთლიანობაში ლათინს რომ იცეკვ მომავალში რა უნდა გააკეთო? უნდა ისწავლო რომ სამეჯლისო არ არის არაშემართული, არის ძალიან შემართული, ოღონდ რითმიულობა უნდა ისწავლო როგორ გამოხატო. უცებ რომ აი გითხრა რა უნდა გააკეთო. ცენტრი და შენი სხეული ცენტრის ირგვლივ უნდა ტრიალებს, თეძოები, rib cage, რასაც ქვია. ეს ყველაფერი ვერ გააკეთე, იმიტომ რომ ძალიან შემართული იყავი. იცეკვე თითქოს როგორც ქართულს ეკვავდი, ოკეი? ქართულისთვის მშვენიერია. ქორეოგრაფია არ იყო, ახლა დაიწყე syncopated promenade run, მერე იქით promenade run, samba roll, შოენებს რო გითხრა. ჩემო ლამაზღადო, ძალიან რთულია. იმდენი მოძრაობა, მოდი მომავალში გააკეთეთ ისეთი მოძრაობები, რომ რაც გამოგდით. ნუ ცდილობთ რომ ძალიან რთული, I mean samba rolls very ძალიან რთული. ამიტომ შენიშვნა მიიღე, არ იყო ცუდი, მაგრამ უფრო სხვა, აი stationary რო გააკეთე იქით, არ იყო კარგად გამოგივიდა, ოდნავ რომ ტყელფექსზე დამდგარიყავი, მაგრამ მიაქციე ყურადღება ხასიათს. რაც შეეხება ხელები და სხეული, ყურე, ქართულში რომ ცეკვავ, ოკეი? შენი ხელის მოძრაობა არის შენი სხეულის თქმის, რასაც იძახი, მაგის გაგრძელება. განსხვავება არ არის სამბაში, ოკეი? It's same thing. რატომღაც გონია რომ სამბას ეკვავ და შენი ხელები ხაზებს აკეთებდი, მაგრამ ვერ იგრძენი. ამიტომ მომავალში აი როგორც ქართულს ეკვავ, რო დადგები და ხასიათი გაქვს, აი ესე გააყოლე შენი ხელები იქნება შენი სხეულის ხასიათის გაგრძელება. სხვა არაფერი და იქნებოდა უფრო კარგი. Not bad. I mean, პირველი გაილახე, პირველი ხარ იმიტომ, მაგრამ that's fine. არ იყო ცუდი, მაგრამ უფრო მეტი, ბევრად მეტი თქვენგან, okay? ყველასგან. უფრო მეტი. დიდი მადლობა ჟიურის ამ შეფასებისთვის. გაგაცილებთ ვასიკოსთან და ეს მხოლოდ დასაწყისია, იმიტომ რომ მხოლოდ
ჭკვიანურიძე და რატი გაჩეჩილაძე. ულამაზესი და ძალიან ემოციური რუმბა შემოგთავაზა ამ მართლაც ულამაზესმა წყვილმა. ერთი სული მაქვს, როდის მოვისმენ ჟიურის შეფასებას. გთხოვთ დავიწყოთ, ამჯერად შორენა გისმენთ. მოგესალმებით გვანცა და რატი. თუ არ გწდებით თქვენი საყვარელი ცეკვა ერთ-ერთი რუმბა? კი მიყვარს, კი ძალიან. რუმბა არის დედა ლათინამერიკული ცეკვების. ესე იგი, რაც შეიძლება 3 საათი რო აკეთო რუმბა walks არ დაიღლები. მაგრამ ძალიან რთული ცეკვა აგრეთვე. ოკეი, გვანცა ან რატი. ჯერ ერთი ლამაზად გამოიყურებით მომწონს, ჭკვიანური შეფუთულია ეს მუსიკა ტანსაცმელი ფერები ესე ყველაფერი კაია. ჭკვიანური კომპოზიცია დადგი რატი, იმიტომ რომ ხარვეზები ეცადე რომ დამალო, ლამაზი გოგონა ყავს, კაი ფეხები აქვს, არჩის ლამაზი, არჩ როგორ თქვათ? არჩ, არჩ. პადიუმი რუსული, ნუ ტერფი, არჩ ვიტყვი. არჩი წვივი, ოკეი, წვივი, ლამაზი წვივი. ლამაზი ფეხები, ლამაზი ხელები, ტანს ვერ გძნობ. Isolation-ი არ აქვს რატი, უნდა ამეცადინო. თეძოებს ვერ გძნობს კარგად. მაღლა კარგია, დაბლა კარგია, შუაში გაყინულია. Sorry. ძალიან sorry. უნდა ვთქვა. აი ეს შუა არც ეკვავს, ხო? Opposition, isolation, body language, ორგანიზმით რო იცეკო, ტორსოთით რო ოდნავ იცეკო, ძალიან შორს ახვალ. რუმბა გაძლევს მაგის საშუალებას, რომ გამოთქვა შენი body language, როგორ არის body language? სხეულის ენა. სხეულის ენით იცეკო, ამიტომ ეს კარგი შუას თუ გამოასწორებ, ძალიან კარგი იქნება. რატი ესე ჭკვიანურად თუ დადგავ კომპოზიციებს ძალიან კარგი გვანცასთვის, მაგრამ თუ გამოუსწორებ isolations, თეჯოსი ჩასვავ, გრძნობები და ესე პეპალასავით არ ირბენს აქეთ-იქით. ცოტა ძნელია, მაგრამ გავაკეთებ. ნუ ახლა ეს ლათინია. ბატონო? ნუ რა თქმა უნდა, სხვანაირად არ შეიძლება. რა თქმა, ლათინი, აი და ოკეი. ნუ მოკლედ, ცოტა ლათინურად რომ შეუდგეს, კარგი იქნება, ყოჩახ. დიდი მადლობა, ირაკლი, გისმენთ. ვანცა რატი მოგესალმებით და რა თქმა უნდა მოგილოცოთ ეს გამოსვლა არაჩვეულებრივად გამოიყურებით და უნდა ითქვას რომ გარდა იმისა რომ რუმბა არის ყველაზე რომანტიული ცეკვა, ეს არის ემოციის და კონტროლის ცეკვა და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის მოძრაობის სიღრმე, საკუთარი სხეულის შეგრძნება და შენს მეწყვილესთან ურთიერთობა. მე ვთვლი რომ აქ იყო ყველაფერი იდეალურად დაბალანსებული, რატომ ძალიან კარგად იმუშავა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ კონტაქტი მეწყვილესთან, განსაკუთრებით რუმბაში, სადაც ბალანსი არის გადამწყვეტი, ქონდა ძალიან კარგად დამუშავებული. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ამ სეზონში ბალანსის პრობლემა არ უნდა ქონდეს, თუ შეიძლება მამაკაც მონაწილეებს მაღალ ქუსლზე ცოტა გაუჭირდებათ, მაგრამ ჯერჯერობით თუნდაც პირველ ნომერში ყველაფერი კარგად იყო. მომეწონა რომ ძალიან მშვიდი იყავი და თითქოს გააზრებული იყო ყოველი შემდეგი ნაბიჯი შენს ქორეოგრაფიაში, იმიტომ რომ შენ არა მხოლოდ ელემენტს აკეთებ, არამედ ისტორიას ყვები და ჩვენამდე ყოველ შემთხვევაში ჩემამდე მოვიდა ეს ყველაფერი. ერთი რჩევა მაქვს უკვე ჟიურის წევრმა და სავარაუდოდ გოჩაც ამაზე ისაუბრებს. ნახე, უფრო მეტად ასუნთქე შენი სხეული, იმიტომ რომ იწყება ყველაფერი ხერხემლიდან, გადადის ტორსოში და შემდეგ ხელები აგრძელებს აი ამ საუბარს და ამით შეგიძლია რომ პაუზები, რაც მნიშვნელოვანია რუმბაში, ლამაზად შეავსო, მაგრამ ძალიან გულწრფელი და ემოციური რუმბა იყო და მე ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა, გოჩა. გისმენთ, შევაჯამოთ. Alright, once already rumba okay. მოდი ახლა დავიწყოთ იმით რომ მუსიკა იყო ძალიან რთული, ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ რაც უფრო ნელია rumba უფრო რთულია. ამიტომ რატო ამოირჩიეს მუსიკა, არ ვიცი ვინ ამოირჩია, მაგრამ I mean yeah, well done. I mean, რა დაგიშავა გვანცამ ვერ გავიგე, მაგრამ I mean, ასე თუ ისე ძალიან კარგად გაუძღვი ამ მუსიკას. გააკ ძალიან ლამაზი arch. ხალხო დამეხმარეთ რა. წვივი, მე მგონი რაც თაღი, ანუ აი ეს თაღი? კი, აი ეს ნაწილი არის ესე. მოდი ვთქვათ რომ წვივია. ძალიან ლამაზი და იცი რა არის? განა მარტო იმაზე რომ ლამაზია. მე რო ვიძახი არის ლამაზი, ესე იგი როგორც მოცეკვავე, უყურე, ჩვენი სხეული არის ჩვენი tool.
როგორ არის? ინსტრუმენტი. ხო, მასალა რომ ვისაუბროთ, ოკეი? და შენ განავითომ მომეწონა რომ ლამაზია მარტო. არა, შენ გრძნობ, სწორი გრძნობ. ხასიათი არის, რომბას ხასიათი ქონდა, უყურე, თეძოებში არ ქონდა რომბას ხასიათი. აი ფეხებში აი აქ რაც ქვია ტერფის მაღლა როა. აი ხო. აი მაგეებში ქონდა ძალიან კარგი, ძლიერი რომბა ხასიათი. ხაზები იყო ძალიან ლამაზი, back basic ძალიან ლამაზი იყო. აი ყველაფერი სუბუქი ხარ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ყველა ქართულის მოცეკვავებს ალბათ გექნებათ ერთი პრობლემა, რომ გრავიტაცია არის აბსოლუტურად სხვანაირი, უნდა რამენაირად მიხვდეთ, რაც შეიძლება ჩქარა, რა არის სხეულის რითმიულობა. ორი რაღაც საქმის სხეულის რითმიულობას, როტაცია ირგვლივ და ძალას გაძლევს თეძოში ჩაჯდომა. არ ვიცი რა ეძახიან, ჩატეხებს და რაღაცებს რო ეძახით. არასწორი სიტყვა ეს ქართულად, but settling, თეძოში ჩაჯდომა, თეძო რო გამოდის ცენტრიდან გარეთ, ეს ხდება მაშინ, როცა ძალიან ძლიერად აწვევი შენ დაბლა. Right, თეძოში ჯდები, როცა ხერხემალი მაღლა მიდის. რთულია და უნდა გაიწელო. აი ეგ არ იყო, ამიტომ შორამ გითხრა პეპელასავეთი ყავი. სუბუქი მაგას ნიშნავს, სუბუქი იატაკთან რა ქონდა კარგი კავშირი. ლამაზი წყვილი, ლამაზი გოგონა ხარ, კარგი მოცეკვავე, გაითვალისწინე მომავალში. ყველაფერი წინ არის, ხო? ყველაფერი რა თქმა უნდა პირველია ჯერ. ნამდვილად ასია. პირველ ეპიზოდი იყო პრეზენტაცია ქართული იცეკვას. ახლა იწყება კი ბატონო, დიდი მადლობა ჟიურის შეფასებისთვის, ნახოთ როგორ აისახება. ლევან დიასამიძე და ლისა ლიპარტელიანი. ჩაჩაჩა. Your husband is coming. Levani and Lisa, Chacha, Kuburi Chacha, nu ეხლა ენერგიაში და იმაში შენ არ შეგეშლება ქართული ცეკვები ძალიან ენერგიულია, ამიტომ სტამინა, ენერგია, ეს ყველაფერი თავისთავად გაქვს. ეხლა რაც შეეხება შენ performance, შენი bass როგორ არის? Bass ბაზა. ო, საერთოდ ბაზა. საბაზისო. Bass was very big.
ძალიან განიერი ძალიან დიდ მოცულობაში იყავი და როდესაც ესეთი დიდი განიერი ბეის გაქვს თეძო ვერ ამოძრავდება ამიტომ უნდა კომპაქტი ამოხვიდე ფეხები უნდა იყოს მხრის ქვეშ და არა მხრების გარეთ ხო უნდა იცეკო ფეხები რო გქონდეს შენ თეძოების ქვეშ უფრო უკეთესად ივლიან და დაგიჯერებენ ვიდრე ესე რო ვარჯიშობ თითქოს მეებს აკეთებ ხო ეს ერთი ადი მაღლა ცოტა თეძოს უფრო უკეთესად იგრძნობ. ფეხები ლამაზად გაწეული, მაგრამ რატომღაც ცეკვის დროს წინ მოგდიოდა. არ ვიცი Cuban Hills-ზე რომ დგახარ, იმიტომ იყო თუ რა იყო. ვიცი რომ რთულია Cuban Hills-ზე ცეკვა, მაგრამ forward walk basics რომ აკეთებ, ეს რა თქმა უნდა, ქართულ ცეკვაშიც ალბათ იგივეა. აი ხა დგახარ ძალიან ლამაზად, მაგრამ forward walk basics ადიოდი ესე ბატივით. ხო, მოდი არ გვინდა ბატობა აქ ჩვენ, okay? ბატი. ნუ ბატი რა, nothing wrong with ბატი, მაგრამ ცეკვაში არ არის კაი ბატი. ხო, ეს ერთი. მეორეც ლისა, ეხლა შენ პირველად ხარ აქ როგორც პროფესიონალი, კი ეს აზრი, ის ქორწილი, ბეჭედი, ისა ქმარი მოვიდა, ის მოვიდა, ძალიან კარგია, მაგრამ ცეკვას მოუარე. ხელში დაიჭირე ეს ბიჭი და ხელით იცეკვე. ძალიან ბევრი side by side ქონდა, კონცერტივით გამოგივიდა. ამიტომ ძირითადი მოძრაობები მოიტანე ჩემო კარგო. ხო, ძირითადი ფენი, ხაკისტიკ, ალემანა, natural top, New York. თავიდან Cuban break-ით რო დაიწყე, ძალიან კარგი იყო, მეთქი ახლა წავა კარგ სილაბეს მოძრაობებს მიზავს. ამიტომ წინ თუ წახვალ, ალბათ წახვალ, უნდა წახვიდე, უფრო უკეთესად შეკაზმე შენი კომპოზიცია, უფრო ეცეკვე და გეცეკვოს შენი პარტნიორი, რომ ნახოთ როგორ შეუძლია, იმიტომ რომ ჯერ არ შეუძლია. თავისთვის ცეკვავს, შენთვის ცეკვავ. ამიტომ წყვილში იყავით. მორჩა. დიდი მადლობა. გოჩა. ისმეთ. All right. Levan. Lisa. Okay. რა გითხრათ ახლა მე ჩააჩა უყურე Okay, უკვე მესამე ცეკვა, მაგრამ ჯერჯერობით ისევ საქართველოში ვართ, okay? რატომღაც უნდა ყოფილიყავით Brazil, პირველი სამბა, უნდა ყოფილიყავით Cuba და ახლა არის ჩაჩა იგივე Afro-Cuban და ისევ ვართ საქართველოში და ისევ ცეკვავთ ქართულს. უკვე მესამე ნომერია, okay? ამიტომ როგორც პირველ ეპიზოდზე გაიგეთ ჩემი შეფასებები, თქვენი ქართულის ცეკვაზე არც ერთნაირი პრეტენზია არ მაქვს, მშვენიერი მოცეკვავები ხართ, მაგრამ ცეკვავი ვარსკვლავები არის სამეჯლისო ცეკვების შოუ, ამიტომ ძალიან გთხოვთ სულ ყველას შეწუხდით და სამეჯლისო ცეკვა იცეკვეთ. რაც შეეხება ჩაჩა, okay? Yes. Yeah, ამიტომ არ ვიცი ახლა უკვე პროგნოზებს ვარო გაგრძელდება ესე. მივდივართ ისევ ქართულად, okay? არ უნდა იყოს შენ ქართულის მოცეკვავებს არ უნდა გავდე. მოცეკვავია, okay? მნიშვნელობა არ აქვს შენ ცეკვავ ბალეტ, ქართული სამეჯლისო უნდა ისავლა უნდა გაიგო ხასიათი, უნდა გაიგო სხეულის chemistry, როგორ არის რითიც გება ეს ცეკვა, აი მშვენივრად იცით ყველამ ქართული სხეულის ქიმია, როგორ უნდა გამოხატო ხასიათი. ამიტომ ჩაჩა არის ძალიან playful, intimate, playful, sexual, რიტმიული სხეულში და გამოდიხარ და თქოს ხანჯალი გიჭირავს სხეულში. აი anyway, მარტო შენ არა უკვე მესამე, okay? ძალიან მშვენიერი, ძალიან მიყვარს ქართულ ცეკვას, რომ უყურებ, სულ მეტირება ისე მიყვარს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და თავისი ადგილი აქვს. მომავლები, ვინც გამოხვალთ, გაითვალისწინეთ, მშვენიერი, ლამაზი წყვილი ხართ, მაგრამ მესამე ცეკვა სამეძლისოს ვერ ვხედავ ჯერ. ქორეოგრაფი დავინახე, Cuban break დავინახე, ეცადე ყველაფერი, მაგრამ ძალიან კარგი მოცეკვა, well done, მაგრამ არ იყო ჩაჩამან. მადლობა ჟიურის შეფასებისთვის. რჩევები გაცემულია, მიღებულია და იმედია გაითვალისწინებს ჩვენი არაჩვეულებრივი წყვილი. ახლა კი Pourquoi tu me regardes comme ça? Avec ces grands yeux, comme si je comprenais pas que le monde a froid, qu'aujourd'hui il est malheureux. Moi aussi j'ai le droit de faire de mon mieux. Je voudrais changer l'histoire pour que revienne l'espoir.
l'amour et le ciel bleu. Donnez-moi l'avenir, juste là dans mes mains, et je le ferai fleurir. Des roses, de jasmin, donnez-moi tout l'amour, même celui qui est s'éteint. Je rallumerai le jour et le monde de demain. Ce monde, ce monde, ce monde, c'est le tien, c'est le mien. Ce monde, c'est le mien, c'est le tien. Ce monde, c'est le monde de demain, le monde de demain. Tu peux bien rire de moi, tu peux même dire ce que tu veux. Moi je l'abandonnerai pas, t'entends, je me bats. Ce soir encore, j'ai fait un feu. Donnez-moi l'avenir, juste là dans mes mains, je le ferai fleurir. Des roses, de jasmin, donnez-moi tout l'amour, même celui qui s'éteint. Je rallumerai le jour et le monde de demain. Je veux plus le voir souffrir, et moi j'ai peur de rien. J'attendrai pas de grandir, j'attendrai pas la fin. Je lui donnerai tout l'amour pour qu'il se sente bien, et je l'aimerai pour toujours. Ce monde de demain, ce monde, ce monde, ce monde, c'est le tien, c'est le mien. Ce monde, c'est le mien, c'est le tien. Ce monde, c'est le monde de demain, le monde de demain. La 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 ce monde, oui ce monde, c'est le monde de demain, le monde de demain. საღამომშვიდობისა ინა and ლუკა contemporary ეს არის უფრო ესეთი გრძნობათი ცეკვა, უფრო უნდა იყო გრძნობებში ერთმანეთთან შერწყმული. ძალიან კარგად გაართვით თავი, ცოტა შენსგან ინა სახეზე თავიდან გრძნობები არ იყო. თითქოს ფიქრობდი ახლა ეს უნდა გავაკეთო, ახლა აქ უნდა წავყე. უფრო რომ მიენდო ლუკა არის ძალიან კარგი მოცეკვავე, ეტყობა ფეხებში. ჯერ ამის სამედლისო არ მინახია, მაგრამ ხედავ X-ray-ი ხედავ კოჭებში ხო როგორც არის. ამიტომ უფრო რომ მიენდო, თავიდან რომ დაიწყე ცეკვა, ესე მეგონა რომ უფრო ფიქრობდი, ახლა ეს უნდა გავაკეთო ეს და მე უკვე ბოლო 15% უკვე მელოდიის, უფრო გაიხსენი, უფრო ენდე, შეიძლება უფრო არ ვიცი დაიღალე თუ გრძნობებით აივსე თუ რა იყო, მაგრამ უფრო თავიდან ბოლომდე ენდო შენ მეწყვილეს. ახლა რა თქმა უნდა, შენ მიჩვეული ხარ სოლო ცეკვებს, მარტო ცეკვა, არა მეორე ადამიანთან არ გიცეკვია, ჩვენთან ესეა, ხო? ამიტომ გირჩევ მაგას, ხო? საერთო ჯამში გრძნობები გამოხატე სახეზე, შენი ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე იყო ვიდრე სახე, მაგრამ მერე გაიხსენი, მაგრამ საერთო ჯამში კარგი მუსიკა იყო, კოსტიუმები კარგია, კარგი ატაცება ქონდა, მაგრამ უფრო რომ იცეკო შენ მეწყვილესთან, პროფესიონალ ბიჭთან უფრო ერთად, გირჩევ მით უმეტეს ამილისოც რო იცეკვებ. დიდი მადლობა, გოჩა. საქართველოში ვართ, ისევ თუ სადმე მოგზაურობთ, ამ შემთხვევაში სად ვართ? Good point. Yes. დავიკარგეთ სადაც. Okay. ინა ლუკა, okay, contemporary. რა არის ახლა იცი უყურეთ contemporary რო ავიღოთ თვითონ genre რაღაცა ერთის ისეთნაირად ის არის ერთხივ კარგია რომ შეხვდათ, იმიტომ რომ უფრო ახლა რო ვთქვა მარტივია, მე გადმომიხდებიან contemporary მოცეკვავები, მაგრამ სამეძლისოსთან შედარებით, დამეთანხმებით, it's different. contemporary ყურე ორივე ხარ თქვენი ელემენტიდან გამოსული. ჯერ ეგეთი მინდა ერთი რაღაც აზრი ფიქსე, დავაფიქსირო, რომ მე არც ერთ წყვილს არ გაფასებთ, როგორც მოცეკვავეს და არა მოცეკვავეს. ამიტომ იცი რა არის? საკედაპ როგორ არის ქართულად? გინგეწყინოს გინდა რა, ორივე ხართ ყველა მოცეკვავეები და ამიტომ უნდა იყოთ პროფესიონალები და პროფესიონალურად მიიღეთ შენიშვნები, იმიტომ რომ ამ სეზონზე არ არსებობს ისეთი რომ იცი რა, შენ არ ახარ მოცეკვავე და შენ ხარ სულად ასწავლე. ორივე ხართ პროფესიონალები. ამიტომ ერთნაირად გეხებათ სულ ყველა შენიშვნები. მასწავლებელი და არამასწავლებელი არ არის ამ შემთხვევაში უნდა შექმნათ კარგი ნომერი. რაც ეხლა მაგალითად contemporary შექმნა. არ არის ეს სამეჯლისო, ეს არის contemporary. როგორც ეხლა სიტყვაზე
ლუკა არის ელემენტიდან გამოსული, ეგრე ხარ გამოსული შენც. ამიტომ ორივე ჩემი აზრით ერთ მდგომარეობაში იყავით, ოკეი? აი ერთის ლუკას ეთყობოდა ის რომ თავისი ლათინის გრძნობები იყო კონტემპორარიში და შენ ეთყობოდა შენი ქართული საკვები გრძნობები, right? ეს თავშეკავებულობა რაღაც იცი რა არის? კარგი იყო, ცუდი არ იყო. განაცუდი იყო, მაგრამ სხვანაირი ენერგია ვერ შევადარებ სამბას, ვერ შევადარებ ბრამბას, ამ ფაქსროტ რაღაცებს, ოკეი? მაგრამ რა უნდა გაითვალისწინოს, შონამ სწორად გითხრა. თითქმის იქ იყავინ, აი თითქმის. ნუ გეშინია. უყურე, შენ ბოლომდე არ გაუშვი ხასიათი, რომ შევიდეს შენ სულში, right? ნუ გეშინია. Okay? Იმიტომ რომ ძალიან კარგია რომ გამოხატო. კარგი მომენტები იყო, მაგრამ აი ესე მიდიოდა და უცებ მე სადღაც აი აქ ჩერდებოდა გრძნობები და სხეულს არ უშვებდი. მოცეკვავე ხარ, okay? იცი რებს გელაპარაკები. მომავალში contemporary არის თუ არ არის, გაითვალისწინე ეს და შედი ხასიათში ნუ გეშინია შიშის გრძნობა. დაკარგე ერთმაც და მეორემაც და გამოხატეთ ბოლომდე ის ხასიათი, რასაც ცდილობ და იქნება ძალიან კარგი. არ იყო ცუდი, უბრალოდ contemporary საინტერესო იყო ძალიან, okay? Well done. დამაიმედებელი შეფასება იყო. დათო გოგრიჭიანი და ნინი ბიბილეიშვილი. ჯაივი. Two, 3 o'clock, 4 o'clock, rock. 5, 6, 7 o'clock, 8 o'clock, rock. 9, 10, 11 o'clock, 12 o'clock, rock. We're going to rock around the clock tonight. Put your glad rags on. Join me home. We'll have some fun when the clock strikes 1. We're going to rock around the clock tonight. We're going to rock, rock, rock till the broad daylight. We're going to rock around the clock tonight. When the clock strikes 2, 3, and 4. Chimes ring 5, 6, and 7. We'll be right in 7th heaven. We're gonna rock around the clock tonight. We're gonna rock, rock, rock till broad daylight. We're gonna rock around the clock tonight. Oh, when it's 8, 9, 10, 11, 2, how we going strong and so are you. We're gonna rock around the clock tonight. We're gonna rock, rock, rock till broad daylight. We're gonna rock around. შორენა, გისმენთ? საღამოშვიდობისა დათო ნინი. ჯაიფ. საერთო ჯამში ლამაზად გამოიყურებით, კარგია. ფეხსაცმელებს კარგად გაართვი თავი, ესეც კარგია. ფეხის წვერები ლამაზად ხონდა. ძალიან რთულია 1.5 inch ქუსზე Cuban Hills-ზე რო იცეკოს კაცმა. ძალიან რთულია, ვიცი რომ დამეთანხმები, მაგრამ კარგი გოჩას დღემდე ვერ იტანს მაგებს, მაგრამ ყოჩახ, კარგად გააბი თავი. Okay, very good. ნინი, ცოტა ჯაიფი კაი არჩევანი იყო. ძალიან კარგი ჭკვიანი არჩევანი იყო შენთვის, იმიტომ რომ ქიქები და ყველაფერი გამოგდის. ბეისი შენც ოდნავ გაგექცა, ცოტა რომ უფრო კომპაქტი გახადო შენი ბეისი, მედია გესმის რასაც ვიძახი, ხო, უფრო უკეთესი და ჩქარი ფეხები გაქვს ძალიან გატყობ, მაგრამ რაც უფრო განიერია ბეისი, უფრო ნელდები. რო ნელდები ტანიც გინელდება, ამიტომ უნდა ცოტა შეიკრა, აიყარო მაღლა. ოღონდ ეს ჯაიფის ტემპო არ იყო. ეს იყო უფრო swing family. ამიტომ ცოტა
ჩქარი მუსიკა რო ყოფილიყო, უფრო უკეთესად გამოუვიდოდა კიკები, იმიტომ რომ ადრენალინეს ემოციები ყველაფერი უფრო უნდოდა, ამიტომ მუსიკა თითქოს უფრო ნელი იყო ვიდრე ამის ფეხებს უნდოდა რომ გაეკეთებინა. ამიტომ შემდეგში თუ იტყვი ჯაიფი, მოიტანე ჯაიფ ტემპო, ხო, ოდნავ ნელი იყო, მაგრამ არ აუშავს რაც არის. ეხლა რას გირჩევ, ვიცი, ცოტა ძალიან ცეკვავ დაბლა იატაკზე. ცოტა რომ მაღლა იცეკო და შენ გოგონა შეხედო და სახე გახსნა, კარგად გამოგდის ყველაფერი და ამიტომ ცოტა გააღე ეგ სახე და იგემე და ისიამოვნე. კაი ბიჭი ხარ. დიდი მადლობა. გოჩა, შევაჯამოთ. ოკეი, დათო, ნინი. რა არის ახლა ეს ეკონომიკა? ვიყო რამდენი წელი ჩემი გადამოსწრება ცეკვავდა, რა ვიცი, მსაჯობდა TV და ტელევიზორი და რაღაც. აი ვინმეს რომ ეკითხა საერთოდ რა არის ამერიკის და საქართველოს შორის კავშირი, რამე parallel ვერ მოვიფიქრებდი რომ jive და ქართული ცეკვის მოცეკვავი რაღაცნაირად უყურე გაგიადვილდა იმიტომ რომ jive არის ამერიკული ცეკვა, okay? მანდ არ არის ეს afro-cuban რომ გზნობა გამოხატო ცენტრიდან. ეს არის უბრალოდ I mean afro-cuban შავი ამერიკელების მოგონილია 1937 წელში from Harlem, New York. ეს იქიდან დაიწყო jive, მე ჩამოვიდა ინგლისში და ასე შემდეგ ახლა მე სამეჯლისო. მაგრამ რა არის უყურე გაგიმართლა თქვი იმიტომ ორივეს რომ შენიშვნები რაც მივეცის ხვებს ეგ არ არსებადია ამ ცეკვაში იმიტომ რომ არ გჭირდება არც თეზოები არც რითმიულობა საჭირო არის უნდა იხტუნაო დაბლიდან მაღლა შორენამ რომ მოგცა შენიშვნა jive კლიანობაში უყურე მოცეკვავე ხარ შენც და შენც არის bounce ხო სწორია ქართულად არის ხტუნაობა ცუდად ჭირს მაგრამ bounce ხო bounce არის ორი მხარე აქვს დაბლიდან მაღლა მაღლიდან დაბლა ოკეი სამბას რო ცეკვებ და რო იცეკვებ იქნება მაღლიდან დაბლა აქცენტი jive-ს რო ცეკვებ უნდა იყოს დაბლიდან მაღლა აქცენტი ოკეი ხანდახან შენ ოდნავ აკეთებდი pause დაბლა და ამიტომ ნელდებოდი, მაგრამ მაინც და მაინც არ იყო ესე შესამჩნევი, ძირითადი რო იძახე შორნა bass, იყო ძალიან განიერი. დაიმახსოვრე, cha-cha, jive, rumba, არიფარება იატაკი, okay? მით უმეტეს jive ყველაზე პატარა. აი ამ ხელა ადგილზე უნდა იცეკო, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს შენი პარკეტის დაფარვა, okay? და samba paso რო ცეკვავ, მერე დაფარე ეს იატაკი, okay? ოდნავ იყო განიერი და ეგეც უბრალოდ განელებს შედარებით. მუსიკა იყო მართალია ოდნავ ნელი, რო ყოფილიყო ჩქარი გაგიადვილდებოდა და რო გაგეკეთებინა ძალიან პატარა ნაბიჯები, უფრო გაგიადვილდებოდა, მაგრამ თლიანობაში ჯერჯერობით რა ვიცი ყველაზე ძალიან ეს მომეწონა რა, ნახოთ. არა. როგორი შეცება მოვისმინეთ. არა, იმიტომ რომ თუნდა დაგვეწყო. Okay, fine. Okay, აღარაფერს აღარ გევალდა. თითქოს კმაყოფილები ვართ, აი ამ სიხარულით გაცილებთ ბასიკოსთან ბელონას ოთახისა. Quick step-ი. When you are all the same
შორენა გისმენთ. ეკატერინე გიორგი მოგესალმებით. Quick step. ეხლა ეს საერთოდ განსხვავებული ცეკვა არის ლათინ ამერიკული ცეკვებიდან, იმიტომ რომ it requires საჭიროა body contact, ორგანიზმის სხეულის კონტაქტი, რაც ძალიან რთულია. ორი სხეული, მადლობა გოჩა, ორი ადამიანის სხეული უნდა იყოს ერთად და ოთხი ნაბიჯი ერთად უნდა მოძრაობდეს როგორც ერთი, ხო? ეს არ არის ადვილი, უნდა გეჭიროს ჩარჩო, მხრები, neckline, ისერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ძალიან კარგად გამოგივიდა. თავიდან სკადერ ჩასეის რო გააკეთე, მე ტიპსით რო წამოხვედი, ტიპსი, ცენტრში რო შემოხვედი, ძალიან კარგად დაიჭირე. სუბუქი ხარ ფეხზე, რაც ძალიან კარგია, დაგეხმარება ჯაივში, დაგეხმარება quick step-ში, ფაქტორში შეიძლება აი ჩაჩაში და სამბაში რა დაგემართება, არ ვიცი, იქ სუბუქი არ არის საჭირო, მაგრამ ალბათ შეიძლება როგორმე, ეს გიორგის საქმე იქნება, რომ გასწავლოს. ეხლა რაც შეეხება ამ quick steps, იცი, ძალიან ესე ლაღად და გემრიელად შეასრულე, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან სუბუქი ხარ ფეხზე. კარგად მოყვება გიორგი, ამიტომ ეს ატაცებები და tricks და ეგეთი რაღაცები არ გჭირდება, იმიტომ რომ ვარტო არ ღვევს ამ ყველაფერს, შეიძლება ლამაზად ჩანს, მაგრამ ცეკვას რომ მიაწვდე და უფრო რომ power ძლიერი? სიძლიერე, thank you. უფრო სიძლიერით გადაადგილდებოდეს შენი სუბუქი გოგონა, უფრო უკეთესი იქნება. ნახოთ ფაქსტროჩი და ტანგოში ხო საერთოდ როგორ გააკეთებ, მაგრამ საერთო ჯამში როგორ გამოიყურები თმები, კაბა, ვარცხნილობა, დგომი, ხელები, კისერი, ყველაფერი ძალიან გამიკვირდა და მომეწონა ყოჩახ. დიდი მადლობა, გოჩა, გისმენთ ყურადღებით. Okay, ეკატერინე გიორგი. Okay, quick step. იცი რა არის რომ სანამ დავიწყეთ მე უყურებ რა თქმა უნდა ეხლა ვიცით ვირას ცეკვას და ვფიქრობდი I was like la blah 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 contemporary quick step და უცებ რაღაცა შემეცოდა ვინც არის quick steps ვინც ცეკვას I was like რატომღაც ესე მეგონა რომ მაინც ყველაზე არაეფექტური იქნებოდა quick step-ი მაგრამ მე ვიყავი თავი ბოლომდე მტყუარი ყველაზე ეფექტური გამოვიდა ჯერჯერობით quick step არ ვიცი როგორ რა yes იმიტომ რომ ეს არის ძალიან ალბათ რა ვიცი ახლა ამერიკული ინგლისური technically quick step არის british ინგლისური მაგრამ ამერიკიდან ფოქსტროტიდან აღებული ამერიკული ფოქსტროტი ამერიკული რაღაცაერთ ხასიათში ჩაჯექი და უფრო შენ სხეულს რაშიც ხარ გამოწრთნილი, კარგად შეეწყო. გამიკვირდა ის, რომ ფოლკის მოცეკვავე, მით უმეტეს გოგონები, ბიჭებიც, არა ხარ თქვენ გამოცდილი, რომ კონტაქტში იყოთ. არა მხოლოდ ხელი მოკიდებული, არამც თუ საერთოდ ფიზიკურად რა ძალიან რთულია სამეჯლისო მოცეკვავისთვისაც. ამიტომ შენ რაღაცნაირად არ ვიცი საიდან, არ ვიცი როგორ, მაგრამ ძალიან კარგად გამოგივიდა ეგ, okay? რაც შეეხება გიორგი quick step, უფრო მეტი ქორეოგრაფი, იმიტომ რომ ძალიან კარგად გამოგდით. შემდეგი standard, ნაკლები tricks, ნაკლები, იმიტომ რომ scattered chassis რო დაიწყე Charleston, გადაადგილება გამოგივა მშვენი, ხაზი გაქვს ძალიან ლამაზი. Upper line, ოდნავ ერთი-ორჯერ წაგივიდა, თავი არ წაგივიდა წინ, არაფერი არ დაგერუღა. უბრალოდ upper body როგორ არის, წავიდა წინ, იმიტომ რომ მაღლა ადექი ფეხებზე ძალიან. ამიტომ დაბლა ჩადი. რაც უფრო დაბლა ჩადიხარ მუხლებზე, როცა ნაბიჯში შედიხარ, მით უფრო მეტი საშუალება აქვს, რომ shape გააკეთო. რაც უფრო სწორდები და მაღლა დგები მუხლებზე, upper body მიდის წინ. ამიტომ სტანდარტში გაის მხოლოდ მაგით შეძლებ შენ ლამაზი ხაზის ჩვენებას. მაინც ლამაზი ხაზი ძალიან, არ მართლა ძალიან გამიკვირდა. Okay? გადასარევი შეფასება მოვისმინეთ. დიდი მადლობა ჟიურის, გაგაცილებთ ბელონას ოთახის და კარინა ლისენკო. პასო დობლე.
საოცარი ნომერი. დამსწრე აუდიტორია კმაყოფილია. კარინა, მოგესალმებით. პასედობლი სხვათა შორის ეს იყო ძალიან ჭკვიანური ცეკვა, იმიტომ რომ ხასიათში შენ ხასიათს შეერგო. კი, პასედობლი შეიძლება იყოს რთული ცეკვა, მაგრამ სხვათა შორის არც ისე რთულია. ჩაჩა, სამბა, რუმბა უფრო რთულებია ვიდრე ფასო. რატო? იმიტომ რომ აქ თეძვების მოძრაობა არ გჭირდება. მაგრამ თვითონ პოზიცია, რაც პასოდობს სჭირდება, სადაც შენი თეძვები წინ უნდა მიდიოდეს, ეს არ ქონდა. პირიქით upper body ზედა ტანი იყო წინ, ამიტომ ცოტა ეს უნდა გასწორდეს, ეს ერთი. კარგი ის ქონდა, რომ ფეხის წვერებზე არ დარბოდი და იატაკს ხმარობდი ბრტყელი ტერფით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე Cuban ქუსლები გაცვია შენს, რა თქმა უნდა ეს ძალიან რთულია, მაგრამ ცოტა ხასიათში ძალიან იხარჯები, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ხასიათში არ დაიხარჯო. ორგანიზმიდან შენი ტანით ცოტა უფრო უნდა ჩაირთოს. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ შენი წყვილი უნდა წაიყვანო, უნდა ატარო, მარტო არ უნდა იცეკო. აქ რო twist-turn-ებით ჩამიარე, კარგი იყო, მაგრამ შენ არ იყავი ლიდერ, როგორ თქვა ლიდერ? ლიდერ? ოკეი. ლიდერი, ორივე შეიძლება. ლიდა არა, ლიდერი უნდა იყო და ყველა ცეკვებში უფრო უნდა იყო. ეხლა რა თქმა უნდა, ძალიან კაი მოცეკვავე გიდგას გვერდზე, მაგრამ მაინც მინდა რომ ვნახო შენ მიყავს ცეკვა და კარინა არის your follower. უძღვები, შენ უძღვები ცეკვას, ხომ გესმის? ამიტომ upper body გამოასწორე, წინ ნუ ცეკვავ და ცოტა ოდნავ უფრო ორგანიზმით იცეკვე და არა მხოლოდ ხასიათით. საერთო ჯამში არ იყო ცუდი. მადლობა, შორენა, გოჩამ. გისმენთ? Okay. ირაკლი კარინა, okay, ფასო, რა შეხება ფასო. სხვათა შორის პასოდობლი არის ძალიან ქართული ხასიათი და ქართული ცეკვა, რო ვთქვა, ძალიან თავამის თქვა იქნება, არ ვიცი, არ არის ექსტორი, მაგრამ East Indian როგორ არის, აღმოსავლეთ Indian gypsies რო წამოვიდნენ, სანამ წავიდნენ და settled ესპანეთში, კავკასიაში იყვნენ, საუკუნეების განმავლობაში ნელა მიდიოდნენ და ძალიან ბევრი გავლენა აქვს ესპანურ ხასიათს ქართული ცეკვის. მაგ იყო ძალიან კარგი, დაგეხმარა ძალიან ბევრი. ორი ხასიათი იჯექი, რაც შეეხება ქვეყანას. However, რაც შეეხება თვითონ ფასო, right? არ იყო ცუდი, იყო კარგი. კარგი ის იყო, რომ არ დაკარგე ხასიათი თავი და ბოლომდე, მაგრამ თვითონ ფასო არის ხასიათი ცეკვა. ჩვენ ვეძახით character dance. ჩაჩას სხვა არის რომ ფასო არის თავიდან ბოლომდე character. ეს არის bullfight, როგორ არის ქართულად? ხო, ხარების matador, okay? ხო, ამიტომ ოდნავ რომ დაკარგავ შენ ფოკუს, right? აი ეგ ხარი, აქამდე ვეძახი მამალძროხას, ხარი ყოფილა. ეგ ხარი გამოვარდება და მოკლავს, okay? ეს არის დუელი ორი არსების შორის. ან უნდა მოკვდეს შენ, ან უნდა მოკვდეს ხარი. ვიღაცა 100% უნდა მოკვდეს, okay? ამიტომ პასადობლი არის დიდი შიშის და სიფრთხილის გრძნობა. Alright? ამიტომ კარინას რომ მიცეკვემ შემდეგში პასადობს, ყოველთვის უნდა იყოს შენ წინ. The focus არასოდეს არ უნდა დაკარგო. და შოენა რო იძახდა, მაღლა სხეული კი არ მიდის უკან, თეძოები მიდის წინ, იმიტომ რომ მოგიჭირავს ეს cape, right? თუ არ გაწიე თეძოები წინ, ხარი მოკლავს, right? ამიტომ ესე უკან წაცება კი არაა საჭირო. ხერხემალი და ფეხის ქუსლები ერთ ვერტიკალურ ხაზზე უნდა იყოს და თეძოები გაკწინ, იმიტომ რომ არიდებ ამ ხარს, რომ არ მოკლას, okay? ამიტომ ძალიან ცუდად ჟღერს მოკლას, მაგრამ ეს არის reality ამ ცეკვის. თლიანობაში იყო ძალიან კარგი ბევრი დადებითი, დაგეხმარა ხასიათში, არ ჩაგივარდა ხასიათი, ოდნავ გაითვალისწინე თვითონ სპეციფიკა ამ ცეკვის, რის გამოქმნი ამ სხეულის ფორმას. ეს არ არის უკან დაწოლა, ეს არის თეძოების წინწასვლა. დანარჩენი ენერგია ყველაფერი იყო ძალიან კარგი. I think it was a great number. გადასარევი. დაველოდებით ქულებს, მანამდე კი ირაკლი, გთხოვ მოკიდე კარინას ხელით. რაზე და გუკა ჭანტურია. ვენური ვალსი. Oh, Father Time, you and
the day you're old. Sitting by the open fire, loving you's a gift tonight. Loving you for all my life, loving you is a gift tonight. Oh, every day is Christmas when you're here with me. I'm safe in your arms, you're my angel, baby. Every day is Christmas when you're by my side. You're the gift that keeps giving, my angel for life. Every day is Christmas, every day is Christmas, every day is Christmas with you by my side. Every day is Christmas, every day is Christmas, every day is Christmas with you by my side. Oh, you're my love, you're the joy in my holiday song. And when you smile, I can't breathe, can't believe that you're mine. Sitting by the open fire, loving you's a gift tonight. Loving you for all my life, loving you is a gift tonight. Oh, every day is Christmas when you're here with me. I'm safe in your arms, you're my angel, baby. Every day is Christmas when you're by my side. You're the gift that keeps giving, my angel for life. სუსმენთ. მოგესალმებით, მარიამინ გუკა, ვიენის ვალს. რთული ცეკვა წესით უნდა ყოფილიყო ჩქარი, მუსიკა იყო ძალიან ნელი, ეს არის იყო ვიენის ვალს ტემპო. ჩქარი რო ყოფილიყო ალბათ უფრო უკეთესად გამოგივიდოდა. ცოტა ვფიქრობდი რომ არ ვიცი, ახლა ვერ ინერვიულე პროფესიონალი გოგოა, როგორ შეიძლება ინერვიულა, ხო, მაგრამ ესე მგონია რომ ფიქრობდი აი მოძრაობიდან აქ გადავალ, ეხლა აქ გადავალ, ეხლა ამას გავაკეთებ, ეხლა ამას. ესე მგონია რომ აი ესე რაღაც ჭადრაკივით გადადიოდა შენ ტვინში მოძრაობები და ცოტა ეს სმუდნეს, როგორ თქვა, არ ვიცი, ნუ ეს აკლდა რა, სილაღე, გადასვლები, ცოტა. ძალიან ლამაზი გოგო ნახარ. უბრალოდ მე მგონი ტვინში იმდენად იყავი მე ესე წავიკითხე, ისე იყავი იმასქნელი, ჩაკეტილი, რომ არ მიენდი არც შენ წყვილს, არც შენ მოძრაობას, არც მუსიკას და ცოტა ოდნავ რომ მიენდო ამ ყველაფერს და ცოტა უფრო სუბუქად, ცოტა უფრო ხელსაც რომ მიაქციო ყველა. ძალიან ლამაზი ჩარჩო გაქვს, მაგრამ ხარი გეკარგება, იდაყვით დაგეკარგა და ატაცებას თუ გააკეთებ გუკა, უნდა გაასუფთავო. ფეხები ლამაზად უნდა იყოს, ფეხის ტერფები, ყველაფერი უნდა იყოს ლამაზად, თუ არა და არ გააკეთო. ხო, ეს ყველაფერი უნდა დაამუშაო. კაბაში უნდა ივარჯიშო. როდესაც ვიენის ვალსი, კვიკსტეპი შარვლებში არ ივარჯიშოთ, გოგონებო. უნდა ივარჯიშო გრძელ კაბაში, რომ ნახო მერე კაბა რას გააკეთებს. ეხლა შენ რომ იოგა ფენში შარვალში ვარჯიშობთ, ხო? პროფაილში ვარჯიშობდა და ეხლა სახში რაში ვარჯიშობს არ ვიცი მე, მაგრამ წესით ეს ხუთი ცეკვა მე გირჩევ გრძელ და ყველა გოგონას ვურჩევ გრძელ კაბაში და ქუსლებზე ივარჯიშო, იმიტომ რომ აქ მეჯიკ არ მოხდება. აქ იქნება სურპრიზები. ამიტომ ესე იქნება და გუკა შემდეგში არჩიე ზუსტი ტემპო, ტაიმინგი მუსიკის და უფრო ლამაზად დახვეწე ატაცებები. მადლობა. დიდი მადლობა, გოჩა, შევაჯამოთ. მარიამი გუკა, ვიენის ვალს. ოკეი, ახლა უკვე იმ ეტაპში შევდივართ, რომ უნდა ითქვას, რომ სამეჯლისო მოცეკვავები გაილახებიან, უკვე მეორე ნელი მუსიკა. რატო ირჩევთ ესეთ ნელ მუსიკებს ვერ გავიგე, იმიტომ რომ არის ძალიან რთული. რატი მიცეკვა რამბა ისეთი რომ უნდა იყო, არ ვიცი, ძალიან ოდნავ თუ რაღაცა დაგავიწყდა, 1 საათი გაქვს, რომ სანამ მეორე დარტყმა მოვა, ოკეი? იგივე იყო ჯაიფი ნელი, ვიენის ნელი. რა გჭირთ არჩი ვიენის არ შეიძლება იყოს ნელი, ხო არის ძალიან რთული. ეხლა მე გეტყვი რა მოხდა, უყურე მარიამ, ჯერ ერთი მოდი ვილაპარაკოთ მარიამ შეზე ჯერ. ძალიან კარგი მოცეკვავი ხარ, ძალიან ლამაზი გოგო ნახარ, არაფერი ნაკლი არა გაქვს ფიზიკურად, უბრალოდ ხასიათი. უყურე, როცა იყავი სოლო, გრძნობ ხასიათს მხრებში.
standard Latin როგორც ქართულში ხასიათს მხრებში არ უნდა გზნობდე, ოკეი? რაღაცაერთ არ მგონია შენ ცეკვაში ხასიათს გზნობ ესე. ამიტომ მე გიყურებდი მხრები განა, იმიტომ ავიდა მაღლა რომ მხრები მაღლავდა. იმიტომ რომ ხასიათი ესე იგრძენი. ამიტომ ეს ხასიათი დაივიწყე, სანამ ცეკვავენ ვარსკვლავებში ხარ, იქნება აი ესეთი მხოლოდ. ოკეი? მეორე რა დააკლდა, ოკეი? იმიტომ რომ მუსიკა იყო ძალიან ნელი. Vienis waltz არის მომენტამ. პირველ ნაბიჯი რო შედიხარ, მერე უნდა მიგორავდე, მიფრინავდე მეორე და მესამე ნაბიჯი. ესე იგი, impact როგორ არის? push რო შედიხარ, არის პირველ ნაბიჯში და მერე მეორე და მესამე ნაბიჯი მაგ მომენტებით უნდა მიგორავდე, ოკეი? ან მიფრინავდი, ან მიცურავდი, ან რაც კიდე დავარქვათ. მუსიკა იყო ძალიან ნელი, პირველ ნაბიჯში შედიოდი ძალიან ადრე და მე მომენტამი გეკარგება ელოდები სანამ მოვა მეორე ნაბიჯი. ამიტომ შენი მომენტამი გაქნა საერთოდ, ოკეი? თუ არის მუსიკა ესეთი ნელი, უნდა შესულიყავი ძალიან გვიან პირველ ნაბიჯში, რომ იქ აღარ ელოდო მეორე დარტყმას. ამიტომ არც ნარი გადაადგილების სიძლიერე არ ქონდა, იმიტომ რომ ნელი მუსიკა იყო და ადრე შედიოდი პირველ ნაბიჯში. აი ეს ყველაფერი რო გაგითვალისწინებინა, იქნებოდა ძალიან კარგი. But that's okay. Well done. მომავალში გაითვალისწინეთ, okay? Well done. გავაცილოთ? კი ბატონო, გაგაცილებთ ბელონას ოთახისაკენ, ნახოთ. ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია. ჯაივი. You know, every now and then, I think you might like to hear something from us. Nice, easy. Listen to the story. Left a good job down in the city, working for the man every night and day. And I never lost 1 minute of sleeping. Worrying about the way that things might have been. You know that big wheel keep on turning. Proud Mary keep on burning. And we're rolling, rolling, yeah, rolling on the river, the river. შვილი და ელენე დავითაია, ჯაივი. პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლი დაინთო სცენაზე, მაყურებელი კმაყოფილია, დამსწრე აუდიტორია, დარწმუნებული ვარ ტელემაყურებელის და ვნახოთ ჟიურის კმაყოფილება. რამდენად აისახება სიტყვერ შეფასებაში, ირაკლი გისმენთ. ლუკა ელენე მოგესალმებით, ჯაიფი, ჩქარი ცეკვა, თინა ტერნერ ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი, სხვათა შორის ამაზე ჩვენ ვიცეკვეთ show number თავიდან რო დაიწყე ნელი მუსიკის ნაწილი, intro რაც იყო
ხო რონდეი ფადაბურეი რომ გააკეთე ძალიან კარგად იგრძენი მუსიკა მხოლოდ მაშინ იგრძენი ორგანიზმში შენი isolation-ი რონდეის დროს და ფადაბურეის ესე რომ გაგეგრძელებინა როდესაც მუსიკა აჩქარდა კარგი იქნებოდა ნუ ხა ფეხები რო ჩქარი გაქვს და გამოწვრთნილი გაქვს ქართულის მოცეკვავე ხარ ნუ მომღერალიც ხარ თუ პიანინო ნუ რაც ხარ ნუ საერთო ჯამში არტისტი ხარ ნუ ძალიან კარგი მაგრამ იცი არ გამიკვირდა რომ ფეხები სისწრაფე ქონდა points კარგი ქონდა ფეხის წვერებზეც დადექი ყველაფერი კარგი იყო ქუცლებზეც იცეკვე Cuban Hills-ზეც მაგრამ ის გამიკვირდა რომ გოგონას შენ მეწვილეს lead and following ქონდათ როგორ თქვა ეხლა ესმე lead ესე იგი შენ მიყავდა შენი პარტნიორი და შენი პარტნიორი შენ მოყავდა რაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო ცეკვებში იმიტომ რომ შენ სოლო არ ცეკვავდი შენთვის და გოგოც თავისთვის არ ცეკვავდა ეს ძალიან კარგია თუ ესე გააგრძელებ რა თქმა უნდა ეს წინ წაგიყვანს იმიტომ რომ ეს არის წვილის ცეკვა ორი ადამიანი ცეკვავს ერთად ხტუნაობენ ერთად იწელებიან რასაც აკეთებენ ყველაფერს უნდა აკეთებდნენ ერთად უბრალოდ რა არ მომეწონა რომ შენი სახე არ ცეკვავდა შენი სახე ფიქრობდა შენი ფიქრი მე არ მაინტერესებს იფიქრე რამდენიც გინდა ოღონდ სახეზე არ უნდა გეტყობოდეს ხო და შენი ოდნავ კორპუსი ბოლო მეორე ნახევარში მუსიკის ცოტა დანელდა თითქოს ჩაქრა შანდალიერ ჩაგიქრა ამიტომ ეს რო თავიდანვე ანთებული ქონოდა გოგონასთან კარგად იცეკვე კარგი მეწვილე ხარ სახით იცეკვე დიატაგზე არ იყურო და არ იფიქრო რას აკეთებს სულ არ მაინტერესებს იმიტომ რომ უნდა მოიტანო ხო კარგი იქნება მაგრამ ძალიან გაკურვებული ჯაიფი იყო კარგია ძალიან კარგი გოჩა Okay, Luca, Elena Jaifa. Yes, lovey, nugashini. Okay, that's right. Okay, Jaif, Luca, Rari, Ukurechla. Velas Tavisi, erti, the Gavik with Timashirum, Cartulip, Jaifi Gamos, the Satum Gats, Vergavik. You know, Zalian Kargi. Problema are Triton Jaif, proud Mary Zalian's Lyri Musica, and Chodnav Zeli, Hochem, Twismamo, Shigai, Walasim Turo, Shezguduli Drogvak. Right? I mean, I love Tina Turner. I mean, Zam equals proud Mary Zam Magari. Magram Doroshi Amkhela and Trosraget, the Meretzek with Cheba Naklebi, okay? Momawashi Gait Walisine S. Rachek, but you don't say was. Arihot Sudi, Odnav Chemi Gemom Nebit, Odnav Upro. Zlieri dam subukina qopiliqavi pexze as far as the bounce რაც შეეხება ხტუნაობას თვითონ okay კი შეიძლება ვთქვათ რომ swing the lindy hop სტილში გაუშვი რაღაცა ეს მიზეზები რომ მოვიგონო რომ კომპლიმენტი მოგცე მაგრამ ეგ არ იყო უბრალოდ არ იყო საკმარისი ხტუნაობა მეტი შეგილი ექტურობა მე აი პირდაპირ წვილი ხარ ძალიან ლამაზად შეხამებული. ეხლა რა არის თქვენთვის საჭირო? უყურე, ჯერჯერობით მოერიე ელენეს, მაგრამ რა გახასიათებს? შენ უფრო ძლიერი ხასიათი უნდა მოიტანო, თორემ მომავალში შეგჭალს ელენეში. მოგერევა, კი, იმიტომ რომ ძლიერი განა ფიზიკურად ძლიერი. მე გეუბნები შიგნეულად პერსონა, იმიტომ რომ მომენტები რო ცეკვავდი, იყო ძალიან კარგი ძლიერი მომენტები, როცა უძღვებოდი, როგორც leader, right? ვინც უნდა იყოს წყვილში და ელენი არის reactor. Right, follower. ეს იყო და მე რაღაცა შენ რომ მიდიოდი სადღაც სხვაგან აზრებში რაღაცას ფიქრობა რაღაცა დაგავიწყდა მე უცებ ქრებოდა და აი მაგ მომენტებში გადაგივლის ზეთ ელენე, okay? ამიტომ ეს არ გვინდა რომ მოხდეს მომავალში, გაითვალისწინე, შენთვის იქნება საშინაო დავალება, თავიდან ბოლომდე შიგნეულად ძლიერად უნდა გაუძღვო. Okay? Well done. დიდი მადლობა შეფასებისთვის გაგაცილებ. ნინიკო მატყავა და სანდრო საბაძე. ფოქსტროტი. It's beginning to look a lot like Christmas everywhere you go. Take a look at the 5 and 10. It's glistening once again. Candy canes and silver lanes that glow. It's beginning to look a lot like Christmas. Toys in every store.
but the prettiest sight to see is the holly that will be on your own front door. A pair of hop-along boots and a pistol that shoots is the wish of Barney and Ben. Dolls that'll talk and will go for a walk is the hope of Janice and Jen. And Mom and Dad can hardly wait for school to start again. It's beginning to look a lot like Christmas. Everywhere you go, there's a tree in the Grand Hotel, one in the park as well. It's the sturdy kind that doesn't mind the snow. It's beginning to look a lot like Christmas. Soon the bells will start, and the thing that will make them ring is the carol that you sing right within your heart. ნინიკო მათკავა და სანდრო დახუნძლული კომპოზიცია უნდა მოიტანო. ერთი ფოქსტროტის მოძრაობაც ვერ ვიპოვე. ვეძებე, ვერ ვიპოვე. 0 ფოქსტროტის მოძრაობა იყო. სულ იყო ესე პრეზენტაცია, იქ გახსენი, იქ აიყვანე, იქ ისე დაატრიალე, ცოტა შასე გააკეთე. შასე ახლა ყველა ცეკვაში, ყველა ჟანრაშია ფოქსტროტის. არც feather step-ი, არც 3 step-ი, არც reverse turn, natural turn, twist turn. არც ერთი არ იყო, აი ვეძებდი, ვერ ვიპოვე. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ კონკურსში თუ ხარ, უნდა იბრძოლო. ამიტომ ჩემო კარგო, ისეთი დახუნძლული, ისეთი კომპოზიცია უნდა მოიტანო, იმიტომ რომ შენ გვერდზე ყავს პროფესიონალი გოგო, ყველაფერს შეძლებს, დგომი დაგენგრა ცოტა დაიკუჭა რაღაცნაირად, ნინიკო დგომზე იფიქრე ცოტა, ხო? ფეხის მოძრაობები ვერ ვიპოვე, ვერსად ბრტყელი ფეხები დადიოდი, ქუსლი, წვერი, ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ჩემო კარგო, ძალიან. ამიტომ მინდა რომ კონკურსისთვის კარგად მოემზადო და საკონკურსო ცეკვები მოიტანო. ეხლა ეს ფოქსტროტი საერთოდ არ იყო. ამას მე არ დაუძახებდი ფოქსტროტს. მუსიკა იყო ნელი, გაწელილი, ნუ საერთო ჯამში disappointing ბოდიში. დიდი მადლობა, გოჩა. გისმენთ. Okay. Sandro Ninico, okay, Foxtrot, მოდი ახლა ვილაპარაკო. ყველა ხართ მოცეკვავეები, okay? ამ სეზონზე. ამიტომ არ არის იმის გასაქანი, რომ შეცდომები დაიშვას, იმიტომ რომ არავინ არ არის სუსტი, okay? აი მაგალითად ცუდი ნომერი გამოგივიდა დღეს, მაგრამ აი რატის ფეხი მოძვრა და იმამ წაიქცა და რაღაც არ არის ეგ არ ხდება, okay? ძალიან იჭირი მოცეკვავე ხარ, ძალიან იჭირი მოცეკვავე ხარ, მაგრამ უყურე ახლა უნდა შეგადაროთ ერთმანეთს. უკვე ჩვენ არ გადარებთ როგორც ჯგუფებს და იმებს. ერთი წყვილი ეჯიბრება მეორე წყვილს. ნიშნულობა არა, საიდან ხარ და ვინ ხარ და რა ქვია, okay? ამიტომ ყველა არის ძლიერი მოცეკვავე თქვენი ჩათვლით და ნომერს რომ მოიტან ესეც აქ უკვე სისუსტეში გადაგყავს შენი წყვილი ორივე. იმიტომ რომ, okay, დავარქვათ Foxtrot. ეხლა ვიწვალე რომ Christmas, blah blah, მუსიკა ნელია, მუსიკა ჩქარია. ვეთანხმები ეხლა შოენას არა, ეს არ ვეთანხმარ. როგორ გეკადრება? მაგრამ I mean არ იყო Foxtrot, აი სად იყო Foxtrot? აი ვერ გავიგე. ხართ ორივე მოცეკვავე. აი რაღაცნაირად აქ უნდა იყოს კრიტერიუმი არსებობს, უნდა იცეკვო ნაბიჯები, უნდა იყოს Foxtrot-ი, უნდა იყოს ძირითადი, რაღაცა უნდა იყოს. ძალიან ლამაზი წვილი ხართ, შვენიერი მოცეკვავეები ხართ, გამოხვედით ლამაზად და არ ვიცი ახლა რა დავარქვათ თქვენ ცეკვას, okay? ამიტომ ესეთი შეცდომები არ ჩაიდინოთ. იმიტომ რომ ცუდი მოცეკვავე სხვებზე შეიძლება კარგები ხარ როგორც მოცეკვავე. მაგაზე კითხვა არ არის. უბრალოდ ნომერი რა მოგაქვს და ვის წინაშე ხარ დაიმახსოვრეთ. ყველამ დაიმახსოვრეთ. სუსტი არავინ არ არის. ამიტომ რას გადაწყვიტავ, რას გამოიტან, როგორ ჩაიცმევ, როგორ დადგავ, როგორ გაიცინებ, როგორ ყველაფერი ითვლება, okay? ამიტომ ლამაზი წვილი ხართ, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით ჯერჯერობით. შეცდომებზე ვსწავლობთ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ჯერზე სხვანაირად წარსდგებიან თქვენს წინაშე. დიდი მადლობა შეფასებისთვის. არ მოიწყინოთ. ვასიკო, გაამხნევე ჩვენი წვილი და დარბაზსაც ვთხოვ. ნიკა ჩუბინიძე და ნიცა ციბაძე. ტანგო.
Baby, can't you see I'm calling? A guy like you should wear warning. It's dangerous, I'm falling. There's no escape, I can't wait to need a hit. Baby, give me it. You're dangerous, I'm loving it. You're toxic and slipping under. Poison paradise. I'm addicted to you. Don't you know that you're toxic? The taste of your lips on number one. You're toxic, taste like a poison paradise. I'm addicted to you. Don't you know that you're toxic? ჩუბინიძე და ნიცა ციბაძე ტანგო ხვილად არ შეგვპირდა ეს წვილი რომ ცეცხლი დაინთებოდა სცენაზე ეს ნამდვილად ასია მაყურებელი კმაყოფილია დამსწრე აუდიტორია ოვაციებს ვერ მალავს და ერთი სული მაქვს ჟიურის შეფასება მოვისმინოთ შორენა გთხოვთ ნიკოლოზე ნიცა მოგესალმებით ბოლო ნომერი ალბათ ცოტა რთული იყო ამდენი დროს ლოდინი yes thank you გოჩა მაგრამ ნუ ენერგია რო არ დააგდო და ეს ყველაფერი ეხლა რაც შეეხება ტანგოს კარგი შესავალი იყო ეფექტური იყო სიმართლე გითხრა უფრო მეც ველოდი ვიდრე დავინახე ეს forest dancing მაგრამ ძალიან ეფექტურად იყო შეკაზმული ყველაფერი ცოტა საკონკურსო მხრით არ იყო შესრულებული ეს ნიცა ეს შენთან გადმოვდივარ ამბით ცეკვა შეუძლია კი პროფესიონალი მაგრამ სამეჯლისოც შეუძლია ამიტომ რაც უფრო მეც აცეკვებ და უფრო ნაკლებს გააკეთებ ამ რაღაცებს უკეთესი იქნება ნიკოლოზ რას გირჩევ იცი რომ იატაგზე იცეკო შენი ფეხები და არა ჰაერში დადიოდი ცოტა ესე თითქოს წვიმაში დადიხარო ესე არ შეიძლება ხო ყველა ნაბიჯი უნდა იყოს ერთი ნაბიჯიდან მეორეზე უნდა იყოს ქუსლი ბრტყელი გესმის ხო რასაც გეუბნები ნიცა ხრებზე რომ მუშაობდი კარგია მაგრამ ფეხებზეც უნდა იმუშაო რომ იცეკოს იატაგზე უფრო მეტ მოძრაობებს მივცემდი მე ამ ბიჭს უფრო მეტ კომპოზიციას მივცემდი უფრო გარშემო იცეკოს around the ballroom რაც იქნება tango foxtrot waltz samba pasodoble around the ballroom როგორ თქვა ნუ გარშემო რას არის ხო ხომ გესმის უფრო დატვირთე ცეკვით და არა ამ ეფექტებით და უფრო შორს წაიყვან იმიტომ რომ წამოყვება მოყვება ტვინი უჯერებს ტანი უჯერებს კარგად გამოიყურები კარგია უბრალოდ მინდა რომ იყოს competitor როგორ თქვა კონკურენტ უნარიანი კონკურენტ უნარიანი მოცეკვავე რომ იყოს ეგ მინდა და არა უბრალოდ საპრეზენტაციო კი ბატონო მადლობა ირაკი გოჩა გისმენთ უსმენდა ვფიქრობ ახლა ნიკოლოზ ნიცა ოკეი ეს არის პირველი საკონკურსო ეპიზოდი ოკეი მოდი ახლა დავიწყოთ იმით რომ რა იყო და რა ტანგო ჯერ ეგეთი რო ვცეკვავ ტანგოს არის ორნაირი ტანგო არის არგენტინ ტანგო რაც არის იგივე ტანგო მაგრამ აბსოლუტურად სხვანაირი ენერგია სხვანაირი გზნობა სხვანაირი sensuality სხვანაირი sexuality და მე არის ballroom სამეჯლისო ტანგო რაც არის აბსოლუტურად სხვანაირი განამარტო ეს მარტო ხასიათია სხვანაირი ballroom ტანგო არის უფრო მეტად უნდა დაფარო იატაკი ბევრად აგრესიული ერთი არის თავიდან ბოლომდე აგრესიული რაც არის სამეჯლისო და მე არის არგენტინ ტანგო რაც არის ძალიან რომანტიკული თუ როგორ გითხრა ოკეი ამიტომ ეს დადგმა რაც დადგით იქნებოდა ძალიან კარგი როგორც
საჩვენებელი ნომერი სიტყვაზე, right? აი მარტო როცა ყვავებთ არ იყოს კონკურსი, არ იყოს არაფერი. იმიტომ რომ მუსიკალურად კარგად იგრძელით მუსიკა, გიყურებდით, ხასიათი, მუსიკა რა სიძახდა, rhythm, texture როგორ არის მუსიკის, ყველაფერს კარგად გრძნობდით ორივე. უბრალოდ დააკლდა ის რომ სპეციფიკურად უნდა გადაწყვიტოთ ჩემო კარგებო, ანიცეკვე ეს, ანიცეკვე ის, okay? ეს მუშ-მაშ ერთად რო აკეთებთ, ვეღარც იქით მიდიხარ, ვეღარც აქეთ მოდიხარ, right? ამიტომ ძალიან რთულია რომ დაადგე close hold დაიჭირო და აგრესიულად იარო და მე ორნაბიჩი გაჩერდე და უცებ აიყვანო ნიცა ისევ დასვა და გააკეთოთ. ამით ცოტა უფრო მეტი უნდა გააგრძელოთ თვითონ რომ outside whatever you outside step რო გათავიდე რომ დაიწყე, მაგას კი outside steps რომ მიდიოდი, გამიხარდა მეთქი გაარძელოს და უცებ გაჩერდი და გადახვედი ისევ ძალიან ლამაზ რაღაც ხაზებში, მაგრამ არც ერთნარი ფუნდამენტალური ძირითადი არ ქონდა მაგ მოძრაობებს იმის გარდა რომ ლამაზი იყო და კარხასიათში იყავით. ამიტომ რაც შეეხება კონკურსს, ყველას ეხება ეს, ისეთი ცეკვები დაადგით, რომ იყოს competitive. ძალიან ალბათ ყველაზე ლამაზი ნომერი თქვენი იყო, მაგრამ კი ხასიათი ყველაფერი, მაგრამ technically უყურე მანდ უკვე გოჩა აქეთ მიდის, okay? იმიტომ რომ კი ლამაზი იყო, მაგრამ გვირილებიც ლამაზია, მერე, you know, მაგაზი არ არის და ვარდებიც ლამაზია და აი მანიკა რა ლამაზია, მაგრამ წამყვანი არც ეკავს და you know, ამიტომ დაფიქრდით მაგაზე, okay? რას ეკავ და რას წარმოადგენთ. Great number, კარგი ნომერი იყო. გავაცილოთ ჩვენი არაჩვეულებრივი წყვილი ბელონას ოთახისაკენ, ვასიკო. შესანიშნავ ოთახში. Your husband is coming.
It's beginning to look a lot like Christmas. Everywhere you go, there's a tree in the Grand Hotel, one in the park as well. It's the sturdy kind that doesn't mind the snow.